ისტორიული სასამართლო დავა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტსა და ენთროპიკს შორის გრძელდება და ძალიან საინტერესო მიმართულებით განვითარდა მოვლენები, რადგანაც სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა ენთროპიკის შუამდგომლობა, რაც უკავშირდება კომპანიის სამთავრობო შავი სიიდან დროებით ამოღებას, იქამდე სანამ სასამართლო არ დაასკვნის, საერთოდ უნდა იყოს თუ არა ეს კომპანია ამ შავ სიაში. თავად აქ კომპანია მოხვდა არა იმიტომ, რომ რაღაც დაარღვია, ან რაღაც ისეთი გააკეთა, რაც ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას უშლიდა ხელს, არამედ იმიტომ, რომ პენტაგონთან არ გააფორმა ისეთი კონტრაქტი, როგორცაც ითხოვდა პენტაგონი, რაც როგორც ჩანს ტრამპის ადმინისტრაციისათვის არის მიუღებელი. და თავად ეს კონტრაქტი უკავშირდება იმ $200 მილიონ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც პენტაგონს უნდა მიეღო წვდომა ენთროპიკის ხელოვნურ ინტელექტთან, ფლოტთან, სრული წვდომა. სრულს როდესაც ვამბობთ, ეს არ არის ის ულტრა გეგმა, რომელსაც ყიდულობ ჩვეულებრივად. ეგ არა, სრული წვდომა არის ის მოდელი, რომელსაც არ აქვს არანაირი ფილტრი, არანაირი შეზღუდვა. აი, იქიდან მოყოლებული ყველაფერი უნდა ჩააბარო. აი, საერთოდ ყველაფერი. ეს არის AI მოდელი, რომელსაც თუ დაავალებ, რომ იპოვე ეს კონკრეტული ადამიანი სათვალთვალო კამერების მეშვეობით, გადაეცი მის შესახებ ინფორმაცია პალანტირს, ის გაუშვებს შემდეგ დრონს და აფეთქებს ამ ადამიანს. აი, ეს დავალება ისევე უნდა აღასრულოს, როგორც აღასრულებს ახლა მეილის წერის ოპერაციას ეს ხელოვნური ინტელექტი, რადგანაც ენთროპიკი არ იყო თანახმა. არ იყო, რადგანაც მათი შეფასებით AI კაცობრიობის სიკეთისათვის უნდა იქნეს გამოყენებული და არც თვალთვალისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს თვალთვალი ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ზომების განხორციელებას და ზოგადად თავდაცვას. ენთროპიკის განცხადებით, მათთვის თავდაცვა არ არის საინტერესო, მათთვის მნიშვნელოვანი არის პროდუქტიულობის გაზრდა და პოზიტიური სიკეთეების შექმნა. შესაბამისად, ენთროპიკი არ დათანხმდა ამ გარიგებაზე, ჩაეხსნა იგი გარიგებას და ამას მოჰყვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რეტალიაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ტრამპმა უშვერი სიტყვებით მოიხსენია ეს კომპანია, უწოდა მათ ქვეყნის მტერი არისო, ეროვნული ინტერესების რადიკალებიო, ნუ ხა ეგ გასაკვირი არ არის მაგას ლამის ყოველ მეორე ქვეყნის მტრად გამოცხადება სერიოზული პრობლემა. ხო, ნუ ქვეყნის მტრად რო კომპანიას აცხადებ, პრეზიდენტი ცოტა იყოს და უცნაურია და თან ამ კომპანიას არც არაფერი დაუშავებია ისეთი, რომ ქვეყნის მტრად გამოცხადებული იყო და როგორც ჩანს, სან-ფრანცისკოს სასამართლო აი ამ არგუმენტს ნამდვილად იზიარებს. ბუნებრივია ეს და აქ არ მორჩება, წავა ის უზენაესამდე ამაში დარწმუნებული ვარ და აი ეს შუამდგომლობა, ჯერ სადღაც, ჯერ პირველი ინსტანციის განაცხადებაც არ არის. არაფერი არ არის აგარკვეული, ამის შედეგებს გავიგებთ 2030 წლის ბოლოსთვის დაახლოებით, როდესაც რამდენიმე მილიარდის პირგასამტეხლოზე იქნება რეალურად რამდენიმე ტრილიონიანი კაპიტალიზაცია შეიძლება ჰქონდეს ენთროპიკის თუ ასე წავიდა. უკვე ექნება და საერთოდ სხვა წონით იქნება ის წარმოდგენილი ამ დავაში. ასევე აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად ენთროპიკის გასვლით ეს პროცესი არ გაჩერებულა. OpenAI გამოჩნდა იქ მომენტალურად მეორე დღესვე გააფორმეს კონტრაქტი და სხვადასხვა მეორე დღესვე OpenAI ძალიან ბევრი მოხმარებელი დაკარგა იმ მარტივი მიზეზით, რომ მოხმარებლებს როგორც ჩანს არ უნდათ ისეთი AI-ის გამოყენება, რომელსაც როგორც ჩანს არ აქვს არანაირი არც მორალური კომპასი, არც პრინციპები და არც არაფერი და ყველაფერზე წამსვლელია სემოლტვენი, რომ მიიღოს მეტი შემოსავალი. თან აქ აუცილებლად ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ზოგადად ხელოვნური ინტელექტი არის უკიდურესად მძლავრი ხელსაწყო, რომელიც შეიძლება არა უბრალოდ რაღაც დავალების შესასრულებლად, არამედ ისეთი ცუდი ან ბინძური სამუშაოს გასაკეთებლადაც რა მიმართულებითაც შეიძლება ჩვენი ფანტაზია ჯერ ვერ მიდიოდეს. აი ამაზე აქ საუბარი და სამხედრო კომპანიებთან, მათ შორის არ ვიცი, Lockheed Martin-თან, Boeing-თან ან ენთროპიკს შეუძლია მათთან, ასე ვთქვათ, პარტნიორობით და თანამშრომლობით უძლიერესი იარაღებიც კი შექმნას, მაგრამ აი ესეც კი არ უნდა ამ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ერთ დროს, რაღაც 5 წელიწადში ენთროპიკისთვის გამხდარიყო თავარი, ძირითადი შემოსავლის წყარო, აი ამაზე თქვეს მათ უარი და ახლა უნდათ რომ თავიანთი ღირსებაც დაიცვან და შავი სიიდანაც სასამართლოს გზით ამოვიდნენ. ხო, ნუ ერთი-ორი დეტალი უნდა ვახსენოთ, თქვათ თანმიმდევრულობასთან შეიძლება კითხვები გქონდეს მით უმეტეს, როცა ვიხსენებ ვენესუელას მაგალითად, სადაც პალანტირმა მშვენივრად გამოიყენა ენთროპიკის მონაცემები და იქ რა ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მე მგონი ალბათ მემუარებში დაიწერება ტრამპისაში და იქ ვიცით დადასტურებულად და ეს ენთროპიკსაც არ უარყვია რომ გამოიყენეს მისი ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაში პალანტირის გავლით, თუმცა ის რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ითხოვს, არის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ 2-2 რამ.
ეს არის რომ კონდეს წვდომა ხელოვნური ინტელექტის მოდელზე იმისთვის რომ შექმნას განადგურების იარაღი, ამ შემთხვევაში სრულად ავტომატური იარაღი, ჯერჯერობით semi auto იარაღებზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ამერიკის ხელისუფლებაც და ამერიკის ჯარიც ძირითადად ამ იარაღს ინერვება ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურად გადაწყვეტს საით დაუმიზნოს და რას ესრულს, ეს ერთი საფრთხეა. და მეორე საფრთხე, რაც პალანტირს ჩვენებრივად შეუძლია რომ ენტროპიკთან ერთად გააკეთოს და მეორე საფრთხე არის თვალთვალი. ფაქტობრივად ოფიციალურად არც მალავს ამერიკის ხელისუფლება მათ შორის და თვალთვალი კამერებს არ რა თქმა უნდა. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, როგორც მადურო სად იყო ის წამში გაიგეს, ყველაფერი იცოდა. ყველაფრის თვალთვალია საუბარი, ლოკაცია, სერჩი, ქცევა, შეკვეთები, ტაქსით მგზავრობა, საერთოდ ყველაფრის დაკვირვებაზეა საუბარი და ავტორიტარული ხელისუფლებების პირობებში არის ინსტრუმენტი, ნებისმიერი ადამიანის ჩინეთში იყენებენ ასეთ ინსტრუმენტებს ძალიან აქტიურად. მოსაშორებლად ვიდრე ამით პრეტენზიას განაცხადებს. მოგეთ, აი ეს არის მოცემულობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნახოთ როგორ წარმართება სასამართლო პროცესი.